არის ჩვენ მთლიან საზოგადოების ბრალი, რომ ჩვენ რაღაც ისე მოხდა, რომ ვაღიარეთ, რომ ერთადერთი წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოების ამ ქვეყანაში არის ეკაგი გაური, ერთადერთი სამხედრო ექსპერტი ესაა თეონა კობარდია, ერთადერთი რეჟისორი ესაა დუიაშვილი, ერთადერთი უფლებადამცველი ეს არის ნინო ლომჯარია და ერთადერთი მე კიდე არ ვიცი უბრალოდ რა ვთქვა, ჟურნალისტი არის მზია ამაღლობელი ამ დროს ამ ქვეყანაში ბოლო 20 წელიწადში იმდენი ჟურნალისტის უფლებები დაირღვა და არავის მიმართ მე არ მახსოვს, როდესმე რომ ან ბათუმელებს, ან ნეტგაზეთს, ან 25 არხს, ან მთავარ არხს, ან ვიღაცას რაღაცნაირი სოლიდარობა გამოეხატა მე ამას ეხლა ლაპარაკობ როგორც ჟურნალისტი, რომელიც თვითონ დაზარალდა სააკაშვილის დროს და როცა ჩვენ პრესა ჯერ წაგვართვეს და მესამე დღეს გვინდოდა ბრიფინგი გაგვემართა, ყველა პრესკლუბმა უარი გითხრა შეშინებულმა მარტო ინტერპრეს ნიუსი დათანხმდა ოღონდ 1 საათში $250 მოგთხოვეს, რომ ჩვენ დაზარალებული ჟურნალისტები დამსხდარიყავით და საზოგადოებისთვის გვეთქვა რა გააკეთეს და როგორ გააკეთეს სააკაშვილის არამზადებმა. და ეხლა მე მთხოვენ სოლიდარობას მის მიმართ, ვინც თვითონ მოძალადია და ეს არის ჩემი აღშფოთების საფუძველიც და ჩემი მოქმედების ყველანაირი კონსტიტუციის საფუძველი, რასაც მე გავაკეთებ მაგათთან ურთიერთობაში. როგორც მოვექცევი მათ და